გლობალურ ბაზარზე ყავაზე ფასის ზრდა უკვე საქართველოშიც აისახა. როგორც საქართველოს ყავის ასოციაციის პრეზიდენტი და ყავის ფესტივალის დამფუძნებელი ამბობს, არაბიკას სორტის ყავა ერთ წელიწადში თითქმის 80%-ით გაძვირდა. მიშა ფარულავას ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე ყავაზე ფასი უკვე გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდა გაცილებით სრულფასოვან სახეს მარტიდან საერთაშორისო ბრენდებთან კონტრაქტების განახლების შემდეგ მიიღებს, რაც ბუნებრივია მომხმარებლის ჯიბეზე აისახება. ის რომ საქართველოში ყავის იმპორტი გაძვირდა, ამას ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს. საქსტატის თანახმად გასულ წელს საქართველოში 39.300.000 დოლარის ღირებულების 7.276 ტონა მოხალული და მოუხალავი ყავა შემოვიდა. იმპორტის ღირებულება 25.5%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 4%-ით შემცირდა. სტატისტიკა მოწმობს, რომ ბოლო 2 წელიწადში 1 ტონა ყავა $1,200-ზე მეტად არის გაძვირებული. პროდუქტს ქვეყანა ძირითადად ინდონეზიიდან ყიდულობს. მთავარ მომწოდებელ ქვეყნებს შორის არიან რუსეთი, იტალია, გერმანია და ვიეტნამი. იანვარში დაგვიდგა საჭიროება სასტუმროს მფლობელებისთვის გვეთხოვა ფინანსური დახმარება, რათა ხელფასები გავისტუმროთ. ეს განცხადება ბუტიკური ტიპის სასტუმრო შოთა რუსთაველის გენერალურმა მენეჯერმა ნინო ჩუბინიძემ BMG-TV-ს გადაცემა წერტილში გააკეთა. მისივე თქმით, 55 ნომრიან სასტუმროში 65 ადამიანია დასაქმებული და მენეჯმენტი ცდილობს ისინი მაქსიმალურად შეინარჩუნოს და არც ხელფასების შემცირება მოუწიოთ. რადგან ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობით დასაქმებულები ბიზნესის სხვა სექტორში დასაქმებას არჩევენ. ბუტიკური ტიპის სასტუმრო შოთა რუსთაველი თბილისში შევჩენკოს ქუჩაზე მდებარეობს და მთავარი შესასვლელი ჭიჭინაძის ქუჩიდან აქვს, ამიტომ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი სასტუმროს დატვირთულობაზე ნეგატიურად აისახა, თუმცა როგორც გენერალური დირექტორი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ახალ პროტესტს სრულად მშვიდობიანი სახე აქვს, იანვარში სტუმრობის 20%-იანი შემცირება აქვთ. სასტუმრო შოთა რუსთაველის გენერალურმა მენეჯერმა წერტილთან ინტერვიუში გაიხსენა COVID პანდემიის პერიოდი, როდესაც მთავრობამ ტურიზმის სექტორი რამდენიმე თვით გადასახადებისგან გაათავისუფლა და იქვე აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიზნესს, ვინც მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამო დაზარალდა, გადასახადების გადახდას გადაუადებს. ბათუმში მოქმედი სასტუმრო Best Western Premier ბათუმი მინიმალური დატვირთვით მუშაობს. COVID-ის შემდეგ ასეთი ჩავარდნა არ გქონია, ამბობს BMG-ს ზამთრის ტურისტული პერიოდის შეფასებისას სასტუმროს გენერალური მენეჯერი თამარ მაზიაშვილი. მისი ინფორმაციით, ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა პოლიტიკურმა გარემომ ზღვისპირა ქალაქის ტურისტულ სეგმენტზეც იქონია გავლენა და მოთხოვნის შემცირების გამო სასტუმროს მენეჯმენტს განთავსების ღირებულების შემცირებაც მოუწია. თამარ მაზიაშვილი აღნიშნავს, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ მუშაობას აგრძელებენ. მისივე ინფორმაციით, წინასწარი ჯავშნები ამ ეტაპზე ყურის ქვეყნებიდან შემოდის, მაგრამ ტურისტული კომპანიები ფასების შემცირებას ითხოვენ. გუდაური იმ გაფართოვდა და ტურისტულ ობიექტს მაღალი კლასის კორპუსი დაემატა. ამის შესახებ BMG-თან იმ გრუპის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ტურისტულ ობიექტს დამატებით 30 მაღალი კლასის ნომერი, სპა ცენტრი, ჯაკუზი და აუზი დაემატა, რომლის მოსაწყობად კომპანიამ დაახლოებით 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მისივე ცნობით, ამ ეტაპზე სასტუმრო 100%-ით დატვირთულია, თუმცა კოკაია დასცენს, რომ შემცირებულია ევროპული ნაკადები. ამის პარალელურად გააქტიურებულია ტურისტები ძირითადად ისრაელიდან, აზიური და არაბული ქვეყნებიდან. ამასთან შაბათ-კვირას აქტიურად სტუმრობენ ქართველი მომხმარებლები. ერეკლე კოკაია მომავალისთვის პროგნოზისას ამბობს, რომ თებერვლის თვე გუდაურისთვის ყველაზე კარგი თვეა. ამრიგად ვარაუდია, რომ თებერვალში დატვირთვა 80%-მდე იქნება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირედი ვარდნა. საოჯახო ბიზნესის ნინოს ჯირის დამფუძნებელმა ნინო ქავთარაძემ BMG-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია ყველის წარმოებელი ქარხნის აშენებას გეგმავს, რომელიც სოფელ ჯვარში მაცავე საკუთრებაში არსებულ მიწაზე აშენდება. როგორც ქავთარაძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ჯირის წარმოების პროცესი არ შეწყვეტილა, მას აქვს მნიშვნელოვანი გეგმები ახალი მიმართულების გააქტიურების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ბრენდი გასულ წელს შვედეთისა და ევროკავშირის დონორობით განხორციელებულ პროგრამაში ფერმერთა სკოლა იღებდა მონაწილეობას, რომელიც ყველის ევროპული სტანდარტით დამზადებას, ამასთან თხილის კარაქის წარმოებას და მწარე წიწაკის ჯემის დამზადების შესწავლას უზრუნველყოფდა, რის შედეგადაც ბენეფიციარებს შესაბამისი დანადგარები და პარაზიტების პრეპარატები გადაეცათ.